დანას პრეტენზიები მთლად უსაფუძვლოც არ ყოფილა, რადგან ჯერ ერთი ჩვილის მოვლა არის ქალისთვის ძალიან დიდი ტვირთი და როდესაც ორი ტყუპი ყავს, ფაქტობრივად ძალიან რთული ამ ყველაფერთან გამკლავება და ნამდვილად არ მრჩებოდა მისთვის საკმარისი დრო. მაგრამ უბრალოდ ეს იყო ობიექტური მოცემულობა და ვერაფერს ვერ ვიზამდი. ამ ბავშვებს მართლა ვერ გავაშვილებდი, როგორც ამას დაჟინებით ითხოვდა თვითონ ანა. ამას შემდეგ მოყვება ისევ დედის მხრიდან სინდისის ქენჯნა, რომ საკმარის ყურადღებას ვერ აქცევ უფროს შვილს. ამ ყველაფერსთან ერთვის მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ქალებს ხშირად გვემართება ხოლმე და მოკლედ მაინც და მაინც ფერადოვანი და ლაჟვარდოვანი არ ყოფილა ტყუპების ჩვენ სახლში მოყვანის შემდეგ ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად დღემდე დაჟინებით ვცდილობ ანას ავუხსნა, რომ დედმამიშვილი ეს არის ძალიან დიდი განძი და ძალიან საჭირო ვიღაცები გახდებიან დროთა განმავლობაში ერთმანეთისთვის. მე რა ხდებოდა? დედა თქვი? დედა. მამა თქვი? ბაბა. ბებო თქვი? ბებე. ბაბუ თქვი? ბაბა.